სამსახურებთან დაკავშირებით მინდა რომ ვისაუბრო რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. არავინ ხმას არ იღებს რა სამუშაოთან დაკავშირებით. ყველა თავისთვის თავჩაღლებული მუშაობს რა. ზოგს რაღაც საშინელი გრაფიკი აქვს, დაბალი ანაზღაურება აქვს, მაგრამ ხმას არ იღებენ. უბრალოდ მიაჩვიეს ეს ხალხი მონად მუშაობას და ამუშავებენ ეს. უბრალოდ არ ვიცი, დრო არ მოვიდა ჯერ კიდევ დრო რომ ხმა მოვიღოთ და აი 15, 20 და 30 კაცი ერთდროულად რომ დადგეთ გვერდით ხო? და გამოთქვათ პრეტენზია. არ ამგონია რომ ამდენი ადამიანი ერთდროულად გაგიშვათ სამსახურებიდან კომპანიებმა. უბრალოდ ყველა თქვენთვის ხართ რა რომ აი მე სამუშაო დავკარგო იმ კრედიტებს რა გადაიხდის და იმ ვალებს რა გადაიხდის და აი მე რა მეშველება მე დამჩება რა ოჯახებში. ასე რომ ფიქრობთ ხო აი მაგითო დაგვაჯდნენ თავზე. აი მაგალითად ეხლა მე რაც გადავხდა მოკლე დროში სამსახურებთან დაკავშირებით გეტყვით რა. ვაკანსია ნახე რომ გჭირდება მიმტანი გამოცდილება საჭირო არ არის რა და მე გამოცდილება არ მაქვს მიმტანად არ მიმუშავე დაურეკე. ასე კი წერიათ მეთქი რომ გამოცდილება საჭირო არ არის მეთქი და რამდენი წლის ხარო კითხა 30-ის ამას აქში რამ გადაგაწყვეტინა მუშაობა მიმტანათო რა. უცბად მეგონა ან მოხუცი კაცი 70 წლის კაცი თავი რა. იმიტომ რომ ესე 30 წლის ადამიანს აღარ შეუძლია რომ მიმტანად იმუშაოს. არა ახალგაზრდები გჭირდებაო. თანახ შესაძლებელიაო ესო. ასე რო წერია რა იმ გამოცდილი გჭირდება თან ახალგაზრდაო რა მე გადააკეთა. ხო და ეგეც რომ არ იყოს ანუ მოპედიც ვიყიდე როგორღაც და გავაგზავნე გლოვოზე, ვოლტზე, იანდექსზე და იანდექსი დამიკავშირდა და ცოტა ხანი მანდ ვიმუშავე. წარმოიდგინეთ ერთ შეკვეთას რომ მივიტანდი ხო 5 და 4 ლარი მერიცხებოდა ფარადზე. ანუ ერთი შეკვეთის მიტანის შემდეგ ანუ 4 ლარს და 5 ლარს რიცხავდნენ მეც არა. ეს არის ანუ ხალხის დაცინო და მეტი არაფერი. ანუ ასეთ სამუშაოზე მუშაობას ჯობია რომ სახში იყო რა და არ იმუშაო. ხო და რა ვიცი, აღარ მოვიდა დრო რომ ამოვიღოთ ხმა.